გამარჯობა, ერთი აქეთ წამომყევი, განახებ ახლა მე შენ რას ნიშნავს ყველი პური და გმირობა. ანუ სტალინუ ზაროდინა ხო იყო, ახლა ასეა ყველი პური და გმირობა. ყველი პური და გმირობა. მე გეხოდა ყველი პური და გმირობა, ხო? და როგორი გმირობა აქ თიცით წარმოგიდგენიათ? მაგრად აფინანსებენ ამ დედაატირებულებს. თუ ასეთი გულანთებულები ხართ გმირობაზე, სამშობლოზე, სიყვარულზე და განსაკუთრებით ყველზე და პურზე, ერთი 30 კაცის მისამართი მაქვს საქართველოში, ვინც იმ შიმშილობს და პატარა ბავშვები ყავთ და ვერ აჭმევენ. მოდი ერთი მიუტანეთ იქ და ეგ იქნება თქვენი გმირობა და ყველი და პური გიგექნებათ ხელში. მაგრამ ესე არ არის რა, 26 მილიონით რო ფინანსდებოდით ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციისგან. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ხმამაღლა. 26 მილიონი დოლარი. სხვათა შორის ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული დაფინანსებები და მათ შორის სულ შემთხვევით აღმოჩნდა საქართველოს მიმართულებით თუ რა ფული აქვს შეჭმული ამ ყველის და პურის გამცემ ნაძირლებს. გმირობა რო სხვის კისერზე უნდათ. თქვენ ნაძირლებ 26 მილიონი დოლარი და ამ გამოსირებულებს ყველს და პურს აჭმევთ და თქვენ გულაობთ სადაც გინდათ რა მაგარია რა. ყველი პური და გმირობა. სხვისგან ითხოვთ გმირობას და ისე გაცემა მარტო ყველის და პურის გინდათ. ისე თქვენ განახებთ სადა არძე და ყველი და მე უნდა მოგჭამოთ აქეთ ყლე და ყვერი. მაგრამ მანამდე სანამდე ამ ყველაფერს უფრო სერიოზულად გავშლიდეთ, მოусმინოთ ერთი რა ფულები აქვს აღებული ამ ნაძირლებს. გამოყოფილი იყო საქართველოსთვის და ქართული 2024 წლის არჩევნებისთვის 26 მილიონ 490,000 დოლარი, რომელიც შემდეგ მიდიოდა ისეთ ფონდებზე, როგორც არის ეროვნული დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი, როგორც არის ნედი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, როგორც არის International Republican Institute, LGBTQ გამარჯვების ინსტიტუტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის მხოლოდ ნაწილი თანხის. ამასთან ერთად ცალკე მოდის ის თანხები, რომლებიც უშუალოდ USAID-ზე მიდიოდა და შემდეგ USAID გასცემდა ამ თანხებს ქართულ NGO-ებს და ქართულ სამოქალაქო სექტორს. მოდი ვნახოთ ეს პროგრამები. მაგალითად, პროექტი ჰარმონია, რომელიც იყო გათვლილი იმისთვის, რომ საქართველოში გაემყარებინა სამოქალაქო აქტივიზმი, სამოქალაქო განათლება და შემდეგ სამოქალაქო ჩართულობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამისთვის არის გამოყოფილი 3,550 მილიონი. და ეს პროექტი უნდა დასრულდეს 2027 წელს. არის მიმდინარე პროექტი და საქართველოში ეს თანხა არის გამოყოფილი ამისთვის. ამასთან ერთად შემდეგ კიდე არის გამოყოფილი ესე იგი განვითარებისთვის რა და ეს არის მიმართული ქვეყანაში მედიაზე და მედია გარემოზე ზეგავლენის მოსახდენად. ეს არის 6,2 მილიონი დოლარი, რომელიც ასევე უნდა დასრულდეს 2027 წელს. აი ეს არის ის თანხები, რომლებიც არის დამტკიცებული საქართველოში ამერიკიდან და ბაიდენის მთავრობიდან, რათა ერთის მხრივ მომხდარიყო ზეგავლენა არჩევნებს და მეორეს მხრივ უბრალოდ USAID-ს დაეფინანსებინა ის, რასაც ახლა ისინი ცდილობენ. ასევე არის ცალკე ვითომ rule of law-თვის, ანუ კარგი, ესე იგი, კანონის უზენაესობისთვის გამოყოფილი 20 მილიონ 700,000 დოლარი, რომელიც საქართველოში არის მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის რეფორმას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველი პური და გმირობა. ყველს და პურს რო შეჭამდა გმირობას არ ჩაიდენ, მაგნაირი არავის არ უნდა ხარ. ჯერ შტურმი უნდა გააკეთო, პარლამენტი უნდა აიღო, მერე უნდა ჭამო ყველი და პური. ან და ჯერ უნდა ჭამო ყველი და პური და მერე უნდა გააკეთო შტურმი. არჩევანი შენზეა. ამ არჩევანში შენ თავისუფალი ხარ. ეს შენი არჩევანია. გინდა ყველი და პური? გააკეთე გასახელწიფო გადატრიალება. ხო, ამას ვერავინ ვერ გაიგებდა ტრამპის ახალ ადმინისტრაციას, ბაიდენის წინა ადმინისტრაციის დაფინანსებები რო არ გაემზიაურებია საჯაროდ. და უცებ აღმოჩნდა, რომ ამხელა ფული აქვს ამ ნაძირლებს აღებული. კარგად ფინანსდებოდით? ყველს და პურს ჭამდით მარტო? რისთვის იღებდით ამ ფულს? და რამდენი წელია ამ ფულს იღებთ თქვენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად? აი, სად მიდიოდა ის დახმარებები?
პატიოსან კაც მაგი არ მისვლია. კაც თქვენ გვერდზე არ დადგომიხართ. ამდენი წელიწად პატიოსანი კაცი რო უბედურდებოდა, მარტო ისეთები გინდოდათ. სახეებად ამოგეწიათ, გადაგეღოთ 1-2, გეთქვათ, ჩვენი საქმე კეთდება და 26 მილიონი ჩაგედოთ ჯიბეში. რა მარტივია ცხოვრება, სხვას მიეცი ყველი და პური და შენ თუ გინდა დედაც მოგტყია ტრაქში 26 მილიონი აგერ ჯიბეში ჩავიდე რა. რა მარტივია სიმართლე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უზარმაზარი სახელმწიფოს სათავეში ისეთი კაცი მოვა, ვისაც სიმართლის საუბარი უყვარს. და ესაა თქვენი პატრიოტიზმი, 26 მილიონად დაფინანსებული.